მოგესალმებით მეგობრებო. წინა ვიდეოში ჩვენ ვისწავლეთ, როგორ შევქმნათ სრულიად უფასო Minecraft სერვერი Aternos-ზე. დღეს კი, როგორც დაგპირდით, ამ სერვერს ბევრად უფრო კომფორტულს და პროფესიონალურს გავხდით. ჩვენ დავაყენებთ top 10 პლაგინს, რომლებიც თამაშსაც გაგიმარტივებთ და მულტიპლეიერსაც ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდის. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ. პირველ რიგში, თუ თქვენს Aternos-ის გვერდს შეხედავთ, მარცხენა მენიუში პლაგინების გრაფა საერთოდ არ ჩანს. მის გამოსაჩენად მარცხნივ უნდა ავირჩიოთ განყოფილება software. იგივე პროგრამული უზრუნველყოფა. აქ ჩამოშლილ სიაში ვპოულობთ გრაფას, რომელსაც აწერია Paperbucket. დავაჭერთ მას, ავირჩევთ ზუსტად იმ ვერსიას, რა ვერსიაზეც გვინდა სერვერის გაშვება და ვაჭერთ ინსტალაციის, ანუ ხელახლა ჩაწერის ღილაკს. როცა ეს პროცესი დასრულდება, თუ მარცხნივ მენიუს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ გამოჩნდა სრულიად ახალი გრაფა სახელით Plugins. შევიდეთ შიგნით და სათითაოდ ჩავწეროთ ჩვენი 10 საუკეთესო პლაგინი. პირველი ორი პლაგინი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაწეროთ, არის VRVersion და VBackwards. ეს ორი სისტემა სრულად აკრობს ვერსიების პრობლემას. თუ თქვენი სერვერი მაგალითად 1.20 ვერსიაზეა, ამ პლაგინების დახმარებით თქვენს მეგობრებს შეეძლებათ შემოვიდნენ როგორც უფრო ახალი, ისე უფრო ძველი ვერსიის Minecraft-ით. მესამე პლაგინი არის VMiner, რომელიც საოცრად ამარტივებს რესურსების მოპოვებას. მაღაროში ყოფნისას საკმარისია დააჭიროთ Shift კლავიშს და ერთი ნახშირის ან რკინის ბლოკის მოტეხვისას, მის გარშემო არსებული მთელი ვენა ერთ წამში ჩამოიშლება. მეოთხე არის BRP. ეს არის მეგობრებთან ტელეპორტაციის საუკეთესო პლაგინი. თამაშში წერთ ბრძანებას თფე და მეგობრის სახელს, მას კი ეკრანზე მისდის მოთხოვნა, რომელსაც მარტივად დააჭერს ხელს და თქვენც ეგრევე მასთან გაჩნდებით. მეხუთე პლაგინია WildRTP. ის ამატებს შემთხვევითი ტელეპორტაციის ფუნქციას. თუ სერვერზე ახალი მოთამაშე შემოვიდა და უნდა რომ სპაუნიდან ძალიან შორს სუფთა ადგილას წავიდეს საცხოვრებლად, წერს ბრძანებას დახრილი ხაზი RTP და წამებში ჩნდება რენდომ ლოკაციაზე. მეექვსე არის Better Teams, კლანებისა და გუნდების სისტემა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი გუნდი, გქონდეთ ცალკე ჩატი და რაც მთავარია, ჩხუბის დროს ერთმანეთს შემთხვევით ვეღარ დაარტყამთ და სიცოცხლეს არ დააკლებთ. მეშვიდე პლაგინი არის Grief Prevention. მულტიპლეიერ სერვერზე აუცილებელია უსაფრთხოება. ოქროს ნიჩვის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად მონიშნოთ და დააპრივატოთ თქვენი სახლის ტერიტორია. ამის შემდეგ სხვა მოთამაშეები თქვენს ბლოკებს ვერ დაანგრევენ და ვერც სკივრებს გაქურდავენ. მერვე არის Fast Leaf Decay. ჩვეულებრივ Minecraft-ში ხეს რომ მოჭრით, ფოთლები საათობით რჩება ჰაერში. ეს პლაგინი კი ამ პროცესს აჩქარებს, ხის მოჭრისთანავე ფოთლები წამებში ქრება და ძირს ყრის ვაშლებსა და ნერგებს. მეცხრე ადგილზე გვაქვს Skin Restorer. რადგან ჩვენი სერვერი უფასოა და launcher-ის მხარდაჭერა აქვს ჩართული, მოთამაშეებს სკინები ხშირად უქრებათ. ეს პლაგინი კი ყველას უბრუნებს თავის ორიგინალ სკინს, რათა თამაში უფრო ლამაზი იყოს. სამწუხაროდ Skin Restorer ვერსიას არ ემთხვევა, არაუშავს მაინც დიდად აუცილებელი პლაგინი არ იყო. და ბოლო, მეათე პლაგინი არის Discord. ის აკავშირებს Minecraft-ის ჩატს თქვენს Discord სერვერთან. ანუ ვინც თამაში რამეს დაწერს, ავტომატურად გამოჩნდება Discord-შიც და პირიქით, რაც კავშირს ბევრად უფრო კომფორტულს ხდის. არ დაიშუროთ ლაიქები, გამოიწერეთ არხი და შემდეგ ვიდეოში უკვე ამ პლაგინებით აღჭურვილ სერვერზე მე და ჩემი მეგობარი გადარჩენას, Let's Play-ს დავიწყებთ. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში, დროებით.